რობერტი გამორჩეული პოეტია, საბავშვო პოეტიცა. შეიძლება ადამიანი პოეტი იყოს, მაგრამ საბავშვო ლექსებს ვერ წერდეს. შეიძლება ცდილობდეს დაწეროს, მაგრამ ეს არ მივა. არ მივა ბავშვთან, მოზარდთან. აი, რამდენიმე წლის წინ გამოიცა ძალიან ლამაზი, კარგად გაფორმებული, პატარა კრებული, რომელიც მე ჩემს ბიძაშვილიშვილებს ვაჩუქე, რადგან აი აქ ძალიან გულით დანახული, გულით ამოსული ლექსებია. როგორც თქვი, ეს განსაკუთრებული ნიჭია მიხვიდე ბავშვთან. რომ ვიყო განათლების სამინისტროს თანამშრომელი ან რაღაც შემეძლოს სახელმძღვანელოების შედგენაში მონაწილეობა, მაგალითად, მარტო ამ კრებულიდან რამდენიმე ლექს შევარჩევდი დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის და მაღალ კლასებში კიდევ რამდენიმე ლექს შევიტანდი რობერტის პოეზიიდან. აი რობერტ, რამდენიმე ლექსი ჩვენი პატარებისთვის. დიდი მადლობა კახა. მინდა გითხრა, რომ საკმაოდ გვიან შევეხე საბავშვო პოეზიას, იმიტომ რომ ძალიან რთულია ეს თემა. ნამდვილად. სადიდოზია, ბევრად გაცილებით რთული და პატარა მკითხველი ყოველთვის უტყუარი და უფაქიზეს შემფასებელია ნებისმიერი ლექსის და ნებისმიერი სტრიქონის და სიტყვის. ნამდვილად. იმიტომ რომ ცხრილავს ყველაფერს და ყველაფერს გეკითხება ეს რა არის და ასე შემდეგ. ამდენად ურთულესი საწერია. მადლობა მინდა უთხრა არის ასეთი აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო, რომელმაც დაბეჭდა თავის დროს ეს წიგნი. მადლობა მინდა უთხრა ალექსანდრე დვალს, არის ასეთი სოხუმელი მხატვარი, უმჭიერესი მხატვარი, რომელმაც ეს ლექსი ხო დაიწერა და მე ეს პერსონაჟი ხო წაიკითხა და ეს ხასიათშიც რო გახსნა, ანუ ნახატის ხასიათში, ხო? რო შეხედავ ნახატს, უკვე მიხვდები დაუშვათ ეს კუ და კენგურო რაზე საუბრობენ. ეს ჩაგეჭერებით ბატონ ალექსანდრეს მე პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცნობ Facebook-ით და ჩვენ ორივეს გარდა იმისა, რომ რობერტის მეგობრები ვართ, გვაქვს კიდევ ერთ საერთო, რამ ორივეს გვიყვარს ასტრონომია. კი. მის ნახატებსაც სერიოზული ნახატებია ამ თემასთან დაკავშირებული მთელი ციკლი აქვს ამისად მიზმული და ეტყობა ეს ხელი. ლექსებსაც შეეხება ამდენიმეს წაგიკითხავთ. ტაქსა. იყო ერთი ტაქსა, მეტსახელად ბაქსა. გრძელი იყო ისიც, სხვა ტაქსების მსგავსად. და როდესაც ზოგჯერ აკითხავდა ფუდმარცს, რას კნოსავდა დრუნჩი, არ იცოდა კულმა. მეგზურებ, ერთხელ ჭიამაიას ტყეში შემოაღამდა, ვერ იპოვა ვერაფრით გზასავალი შინისკენ, უსწრაფესად მოკეცა დაწინწკლული ფრთები და დაჯდა იქვე, ბილიქზე. მაგრამ ღამის წყუდიადი რომ ეკციათ ნათელად, მოფრინავდა შორიდან ორი ციცინათელა. მოციალე ფარნებით, უკეთეს ვერ ცინატრებ, მოძმეც ჭიამაია, მიაცილეს შინამდე. პანდას იამნანა, შვილს აძინებს დედა პანდა, წეღან ბანდა, განაბულა ჩემი ბურთი, ჩემი დრუნჩა, რბილი თათი უდევს ყურთით, თვალებს ხუჭავს, ხვალდილამდე ფერად სიზმრებს ნახავს, პატარაა პანდა ჯერაც, რა ქნას ახლა, გაეზრდება სულ მალე ისიც დედას და ბამბუკის ძვირფასავეც შეუჭერებს. ყოჩი ვარ და თებერვლის, ია მარტის თვალია, აპრილი კრებს ნარცისებს, ვარდი გაიმაისებს, არ დავუცდი თიბათვეს, სულ დედიკოს მივართმევ. ასპირინი აცევინებს ირინას, სიცხეც აქვს მაღალი, დაუნიშნა ექიმმა, გაციების წამალი, სახელი რომ შეიტყო, გაუკვირდა ირინას, როგორ დავლევ ასპირინს,
როცა ერთი პირი მაქვს. ზღვის გოჭის სადარდელი. ზღვის გოჭუნა მკითხა დედას, რომაც მე ვდაახალ წაღებს, ნუ თუ როცა გავიზრდები ყველა ზღვის ღორს და მიწახებს. ნუ იდარდებ უთხრა დედამ, თბილი ქუდიც დაახურა, სრდასრული ვარ შვილო, მაგრამ ზღვის გოჭი ვარ ძველებული.